ვაშინგტონში დღეს ნატოს საიუბილეო რიგით 74 სამიტი იხსნება. განიხილავენ უსაფრთხოების გამოწვევებსა და პოლიტიკის საკითხებს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. სამიტს აშუქებს ქრონიკის გადამღები ჯგუფი. მანჩი გაბელია იმყოფება ვაშინგტონში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნატოს საიუბილეო სამიტის სტარტს რამდენიმე საათში აიღებს. მსოფლიო ლიდერები უკვე იმყოფებიან ვაშინგტონში, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან სამიტში. როგორც უმაღლესი პარტნიორობის მქონე სახელმწიფო, ისტორიულ სამიტზე მოწვეულია საქართველოს და დელეგაციას, როგორც იცით, ხელმძღვანელობს ილია დარჩიაშვილი. მას ექნება რამდენიმე ფორმატში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. აქედან ერთ-ერთი პირველი იქნება უსაფრთხოების მიმართულებით კონფერენცია, რომელსაც ენტონი ბლინკენი გახსნის და გამახვილებული იქნება ყურადღება ქალთა როლზე გლობალური მასშტაბით. ასევე დღეს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ მიღებას. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, რომელსაც ილია დარჩიაშვილი დღეს გამართავს, იქნება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან. მასთან განხილული იქნება ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის და ასევე ამ საკითხებზე სასაუბროდ გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი ამ სამდღიანი სამიტის ფარგლებში. საქართველო არის ნატოს ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი და ყველაზე ახლო პარტნიორი. ჩვენ წლების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ და ამავე დროს საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ჩვენ მინისტრს ექნება საშუალება რომ ფართო მასშტაბში განიხილოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები თავის კოლეგებთან, ნატოელ კოლეგებთან, სადაც გამართავს სადილს ამერიკელი კოლეგა ბლინკენი, ისევე როგორც მას ექნება საშუალება საიუბილეო მიღებაზე მიიღოს მონაწილეობა პრეზიდენტ ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე. და ამავე დროს ექნება საშუალება იმისა, რომ მომხრივი შეხვედრები გაიმართოს როგორც ნატოელ კოლეგებთან უმაღლეს დონეზე, ასევე რა თქმა უნდა თავის კოლეგებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ჩვენთვის მტკივნეულ საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა იქნება, სუვერენიტეტის დაცვა იქნება, თავდაცვიანობის ამაღლება, თუ ამავე დროს ნატოში მომავალი სრულფასოვანი წევრობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. დღეიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური სივრცის ყურადღება განსაკუთრებულად ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც 75 სამიტის მთავარი მასპინძელი არის თეთრი სახლი და ჯოზეფ ბაიდენი, როგორც ამერიკული მედია წერს, ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. ეს არის ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება, რომელსაც იენ სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტიდან უხელმძღვანელებს. ახლა როგორც წევრი სახელმწიფოები, ასევე პოლიტიკური სივრცე ელოდება კომუნიკეს, რომელსაც შეიმუშავებს 75 მინისტერიალის ფარგლებში ნატო. რა საკითხები იქნება მასში შეტანილი ნაწილობრივ ცნობილია, ყურადღება დაეთმობა უკრაინის ომს და იმ მხარდამჭერ პაკეტს, რომელსაც ნატო შეიმუშავებს სამიტის განმავლობაში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე გზავნილები, როგორი იქნება საიუბილეო სამიტის ფარგლებში ნატოს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გლობალური მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს.